ლექსოს და თაკოს სასიყვარულო ისტორიიდან, სასიყვარულო სცენები, როგორც ჩანს ზაზა ურუშაძისთვის ძალიან ფავორიტი მუსიკოსი იყო ხულიო ეგრესიას და ძალიან კარგად მოუხდა ამ ეპიზოდს. ტარკანის მუსიკა რუკი, ნუ ყველას გვახსოვს. ბელამი. დაბძანდით, მიგიყვანთ. რუსული მუსიკა ბათუმში მით უმეტეს გახსოვთ ალბათ იყო ყოველთვის და მე მგონი დღემდე არის რუსული მუსიკები კონკრეტულ ადგილებზე და ლოკაციებზე, მათ შორის იყო მაშინ ვალერიას ჩასიკი. წავიდა ვნახოთ ვიდეო. მოგესალმებით. ახალი კონტენტი პრინციპში აღარ ქვია, უკვე მესამე ეპიზოდი არის ეს. ცხელი ძაღლის ირგვლივ ტრიალებს და დღეს იქნება მესამე სეზონის განხილვა და მის ირგვლივ გამოყენებული მუსიკის და მელოდიების განხილვა. გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო, იაქტიურეთ კომენტარებში, დამიწერეთ როგორ მოგეწონებათ ეს ეპიზოდი. წინა ეპიზოდი სხვათა შორის კაი გამოხმაურება იყო და მადლობელი ვარ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ რომ მაინც გამოიწეროთ არხი, შემოგვიერთდით ჩვენს ცხელი ძაღლის seasons-ის გვერდზე, ჩვენს ოფიციალურ Instagram-ზე, Facebook-ზე და მოკლედ ცხელი ძაღლის ირგვლივ ყველგან დაგვამატეთ, დაგვაფოლოვეთ, გამოგვიწერეთ, TikTok-ზე და ასე შემდეგ. გადავიდეთ ახლა მთავარ ამბავზე, რომელსაც ძალიან დიდი სიამოვნებით წარვუძღვები და თქვენთან ერთად ვიკაიფებ, მაგრამ ამ ეპიზოდის გადაღებით, იმიტომ რომ ჩემს საყვარელ და ალბათ თქვენთვის საყვარელ სეზონსაც ეხება ეს ყველაფერი, რომელიც არის ცხელი ძაღლის მესამე სეზონი. ცხელი ძაღლის მესამე სეზონი როგორც კი იწყება, პირველივე სერიაში არის გამოყენებული მუსიკა, რომელიც არის არც მეტი, არც ნაკლები თურქული, ალბათ დღესდღეობითაც რომ ძალიან პოპულარულია ტარკანის მუსიკა. რუკი, ნუ ყველას გვახსოვს. ეხლა ნარკოტიკებით თავზე ტრაილერით რომ მოდის და ლავაშს რო გაგლიჯავს ტრაილერის ძღოლი. წავიდა ვნახოთ ეს ეპიზოდი. Ruki Vatimi! Hadi! Şomla, načali! Şomla! Aşıpka, načali! Aşıpka говорю, ну! Сопта! Открой трейлер! მოკლედ ხო, ნახეთ ეს ეპიზოდი, ამით იწყება ყველაფერი. ვა, გივი! ერაფერი, პინჩა მორტყულიო, რა ეტყვის. გივინც პირველი ჩვენს ლეგენდარულ გენოშავდიას, რომელიც ცოცხალი აღარ არის სამწუხაროდ. შემდეგ ეპიზოდს და მომენტს რაც შეეხება არის ამავე სერიაში, პირველ სერიაში გამოყენებული, როდესაც უკვე მეგი სანებლიძე შემოდის სერიალში და მიადგებიან ბაშკირა და კოშკა და აი მაგ მომენტში ალბათ ყველას გვახსოვს. ბარი ვაიტი გინდა? და შენ რა გინდა? ბარი ვაიტი გინდა? სირცხვილი ადამიანო მეზობლებს ძინავ. გავკარი მეზობლებს. რამდენჯერ გითხარი, ნიშამოდი ხარ მეთქი ჩემს ოთახში. მე ვინ არის ეს ხალხი? რა ხდება გამაგებინე? რას გებხარ? ბაშკირა ვარ, ზიანოდა. ეგ არ არის შენი საქმე. წადი დაიძინე. წადი! შემდეგი სცენა არის ამავე სერიაში, როდესაც მაიკ სტეპტონს ახვედრებენ ბიზინა თაბაგარს და გენო შავდია და ნური ცეცხლაძე, ბოგასას კონსული. ბოგასა რა, ქვეყანა აფრიკაში. აი, ეგ ადამიანი რო ახვედრებენ და მოკლედ სტეპტონთან რო იწყებს მუშაობას ჩვენი ზახარიჩი. აი, მაგ მომენტში გაისმის ფონად ლუდს რო გეახლებიან ახინკალს, მან გაისმის ფონად ლეგენდარული ესპანელი, დღესაც რო ძალიან ცნობილია, ძალიან აქტიურად რო უსმენენ, იმ ადამიანის მუსიკა, რომელსაც ქვია ხულიო იგლესიას. სხვადასხვა საქართველოში იყო მგონი ჩამოსული და კონცერტი ჩაატარა. ნახოთ ეს სცენა.
ობიექტებს როდის მანახებთ? ზეგურ საათზე ჩემო ფიში მობრძანდით. ბატონმა გენო მიცი სადაც ავართ. ბატონო გენო რა ვქნა? კიდევ ერთხელ უნდა შეგაწუხოთ. რა ზიალაბარაკი? თუ შევთანხმდით, მაშინ წავალჩა. ნუ არ მიირთმევთ კაცო. არა, ძალიან გვეჩქარება. წავედით, მაიკ. Okay, წავედით. Okay. It was a pleasure, gentlemen. აბა დროებით. ნახვამდის. ნუ დალევნეც. რადო? დღეს უფრო გველოდება. რას უფრაგას? დღეს ლექსოს უშვებენ ციხიდან. შემდეგი მუსიკა არის გამოყენებული მესამე სერიაში, როდესაც კოშკა გარეთ ელოდება მეგის ანებლიძეს, რომელიც მოგეხსენებათ სალონში მუშაობდა და მაგ მომენტში არის რუსული მუსიკალო ფონად პიერ ნარცისის ცელუი. მოგეხსენებათ მაშინ წინა ეპიზოდში თქვი და დღესაც გავიმეორებ, რომ ზაზა ურუშაძე გადმოსცემდა იმ ყველაფერს, რაც რეალობა იყო და იმ დროს ნამდვილ რეალობა იყო რუსული მუსიკა ყვაოდა 90-იანებში და 2000-იანებში საქართველოში ძალიან ბევრი უსმენდა. წავიდა ვნახოთ ეს ეპიზოდი. მეგი მინდოდა? შენ ახარ მეგი? ხო, რა გინდა? კოშკამ გამომგზავნა. კოშკამ? რა? ქუჩაში გელოდება გამოვიდესო. გამარჯობა. გამარჯობა მეგი. ჩემდასთან დაგირეკია. ხო, დავრეკე. შემდეგი ეპიზოდი და სცენა არის ამავე სერიის მესამე სერიაში არის ის მომენტი, როდესაც ლექსო აღარ წავა გერმანიაში თავისიანებთან და ეგ და ზახარიჩი მოჯდებიან და თან დაილაპარაკებენ, თან უცდალევენ და მოკლედ მან არის ფონად კიდევ ერთი და არა ერთი პრინციპში მუსიკა ფონად ხულიო იგლესიასის კვლავ. როგორც ჩანს, ზაზა ურუშაძეს არა მარტო ზოგადად ცნობილი იყო, რა თქმა უნდა, ხულიო იგლესიას, მაგრამ როგორც ჩანს, ზაზა ურუშაძისთვის ძალიან ფავორიტი მუსიკოსი იყო ხულიო იგლესიას და ძალიან კარგად მოუხდა ამ ეპიზოდს. რა არიცი? შეიძლება მაგ მორფინისკას ყველაფერი არ ახსოვდა. შეიძლება ნოდარს აქვს რამე ახალი ინფორმაცია ვინოგრადოვისგან. და ვაფშე იქნებ დავარეკინოთ ამ ვინოგრადოვთან. ჩადოთ. ეხლა ხო სახში იქნება. რა ვიცი და. აცა. ალო? გამარჯობათ, ბატონო ნოდარ. ბიზინა ვარ თაპაგარ. როგორ? აი გაცო. და მეგი? ახლავე მოვდივართ. ჩეჩნები გამოჩენილან. და მეგის მეგობარი დაუჭრიათ. კოშკა. კოშკა? შემდეგი ეპიზოდი არის გამოყენებული მეოთხე სერიაში, როდესაც ნოდარ სანებლიძის მოსატაცებლად მიდიან ჩეჩნები და ჩეჩნები უსმენენ მანქანაში კვლავ რუსულ მუსიკას ბიოლოგია ქვია მუსიკას, ანუ ბელა ბელამი დაბრძანდით, მიგიყვანთ თქვენ ვიმძანდებით ბატონებო, გაეთქვეს. აი, მაგ მომენტში არის გამოყენებული ვიაგრას მუსიკა ბიოლოგია. ანუ ჩვენ ენაზე ბელამია. ბატონო ნოდარ. დავრძანდით, მიგიყვანთ.
აი, როგორ შეგაწუხოთ? როგორ გეკადრებათ, დაბრძანთ. გამარჯობათ. გაგიმარჯოთ. თანამ შემდეგ მელოდიაზე გადავალთ, აქვე გთხოვთ, გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო და ბოლოს კომენტარებში გამიზიარეთ თქვენი აზრი ამ ეპიზოდის შესახებ და ზოგადად ხელიზაღლი 3-ის შესახებ, ალბათ ყველასთვის საყვარელი სეზონი იყო. გადავიდეთ შემდეგ ეპიზოდზე, რომელიც არის მეხუთე სერიაში გამოყენებული არის ბრიტნი სპირსის ძალიან დიდი ნახტომი რუსული მუსიკის შემდეგ ბრიტნი სპირსის Every Time, რომელიც არის იმ მონაკვეთში, როდესაც გიგა გაჩეჩილაძე და ბიძინა თავაგარი რომ არიან საბილიარდო უნივერსში, პრინციპში ეს ღიად ვიცით რომ რეკლამა იყო საბილიარდო უნივერსიტეტ დღემდე არსებობს ეს საბილიარდო სხვათა შორის სააკადის მოედანზე. შეგიძლიათ ესტუმროთ ეს პატარა რეკლამა ჩემგან საბილიარდო უნივერსიტეტ შეგიძლიათ ვითანამშრომლოთ საბილიარდო უნივერსიტეტ პატარა რეკლამა. ასე რომ ვნახოთ ვიდეო. ალბათ. ბატონო ბიძინა. თქვენ რომ არა დღესაც ციხეში ვიждდებოდი. გაგას, მე არაფერ. მე როგორც ვიცი, ონგერი ახალ მოსკოვში უნდა იყოს. შენ არ იქნებ დაურეკო და კითხო. აქეთ წამოსვლა სხვა არ აპირებს. ეგ შეიძლება. შემდეგი ეპიზოდი არის კლავ რუსული, რომელიც არის ის სცენა იმის მაუწყებელია რომ ბათუმის აი სცენები ცხელდებოდა უფრო და ეშხში შედიოდა რა. ეს არის სცენა, როდესაც გურამ ჯინორია და კოშკა არიან რესტორანში და განიხილავენ თავიანთ ამბებს და ეს ყველაფერი. შენ რომ იმ დღეს გორში არ არჩენილიყავი, ეხლა ცოცხალი აქ არ ჯდებოდი რა. გოგია, ზვია და ძმა, ყველანი დაბრიდეს. ვა, გოგიაც თო. გოგიას. გახსოვს როგორ ვღეროდა ბიჭო. აქედან მოკითხვა ჩემს ძმასა და მეგობარს, რომელიც ერთ-ერთში აკეთებს გიორგი ფულარიანს გულისხმობ გურამ ჯინერიის პაროდიას. ვინც ჩვენს ჯგუფში ხართ, სუკინტის ხრამიაშულში მოგეხსენებათ, იქ ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს იმიტაციას და პაროდიას ჩვენი საყვარელი მსახიობების და პერსონაჟების. ამასობაში მოგიწოდეთ, რომ შემოვერთეთ ჩვენს ჯგუფს. წავიდა ეს ეპიზოდი. კაროჩე კოშკა, მეძე ხარ რა გადაჩენი. შენ რომ დღეს გორში არ დარჩენილიყავი, ეხლა აქ არიჯებოდი. ვინც ამონ ყენ სიმონ, სუყველა დაბრიდეს რა. საწყალი ზვია და ძმა. ერთი ფოტელი განაბი უშო და გოგია. გოგიაც თო? გოგია. გახსოვს სიმონ როგორ ვღეროდა? საწყალი. ბიჭო, სულ იმას ვფიქრობ რა, ჩემი გულისთვის მოკლეს. შემდეგი ეპიზოდი, რომელიც უნდა განვიხილოთ, უნდა გითხრათ, რომ არის ამავე სერიის მეხუთე სერია სხვათა შორის ძალიან დახუნძლულია კარგი მელოდიებით, პრინციპში იდეალურად შერჩეული მელოდიებით, ესე ვიტყოდი. ეს კიდევ არის სცენა, როდესაც ლადო ჯიბუტთან მივლენ ჩვენი ბიძინა და ლექსო და ჩამოდიან, ამოდამ რიცხვი ზერაგია და გაგაურიძე. სად ბათუმში. აი მაგ მომენტში გასდევს ტონი ბრექსტონის მუსიკა და შეგვიძლია ნახოთ. აქენი ჩაო შვილს ვაყოთ იგეც. ვა, თქვენ აქ საიდან? საქმე გვაქვს შენთან. ხომშვიდობა. გიგას. აქ როგორ მომაგებთ? აგენტურა работает. კონიაკს დავებ. ეს უდალე. დავიჯ. უკაცრავად ორი კონიაკი თუ შეიძლება რა. მოგლეს ხოთკა მივიღეთ რა 17-ში იქ იქნებიან. ვინ? ზერაგია და გაგაურიძე. ბათუმში. ბათუმში. ორივე? ორივე. მე რასაპირე? მე არ ვიცი. ჩვენ იქ უნდა დავხვდეთ. რა გეგმა გაქვს? აუ, გეგმა არა ეხლა ის. ხო იცი როგორც არის ხოლმე რა. საქმეზე რომ მიდგება, გონია რომ რაღაცას მოიფიქრე. მე როცა ფიქრია საჭირო, ხედავ რომ გეჭოჭება, ეგ არის რა.
მეექვსე სერიის დასაწყისში, პრინციპში ნიაზ დიასამიძის ის მუსიკა, რომელიც არის გამოყენებული სერიალში, სამწუხაროდ ბევრი წერთ ხოლმე კომენტარებში და აქვე გაგცემთ პასუხს, რომ ის მუსიკები, რომელიც აი ჩემს საუბარს ფონად ადევს, ის მუსიკები არის სერიალიდან ამოღებული მუსიკები, ან ორიგინალი ვერსია ჩვენ არ გვაქვს. და პრინციპში YouTube-შიც ესე არ დევს. YouTube-შიც კი არის, აი ცხელი ძაღლის საუნდტრეკები ჩაწეროთ, ამოაგდებს სერიალიდან ამოღებულ იმ მუსიკას და მეექვსე სერიის წინა სერიაში რა მოხდა აი მის მიმოხილვა რო არის ფონად ადევს ნიაზ დიასამიძის მძაფრი ასე ვთქვათ მუსიკა რომელიც მართლა ძალიან გენიალურია და ძალიან უხდება ზოგადად თლიან სერიალს ნახოთ მოკლედ იქ გარკვეულ თანხაზეა ლაპარაკი და გამოვშვები არა ხო ვიცი გიგამაყიბიჯია თავს დამნაშავეთ არცნობს არაპირებს ფულის მიტანას ესეც ვიცი მაგრამ აი სწორედ აქ არის თქვენი ჩარევა საჭირო რა უნდათ მაგ ჩემისებს თო ისევ კოშკაზე და მეგის ეძებდნენ ხო რა ეგენი არ მოისონებენ რაღაც უნდა ვქნათ ჩვენ რა უნდა ვქნათ ეგრეა პოლიცია ეგერ უშიშროება მიხედონ საქმეს შავდიას დაურეკე დაურეკე მაგრამ მობილურია გამორთული ქათამაძეს დაურეკე ქათამაძესაც გამორთული აქვს განყოფილებაში დაურეკე და ის მორიგე მეუბნება რომ ბატონი რეზო დაგავებულია ბატონი რეზო შემდეგი ეპიზოდი არის გამოყენებული მეორე სერიაში რომელიც სიმღერას დარწმუნებული ყველას ძალიან გვახსოვს გვიყვარს და ეს არის იტალიური ჰანგები ძალიან ცნობილი ადრიანო ჩელენტანოსი წავიდა ვნახოთ ვიდეო შეიძლება ჯერო შემოვიდე კი ბატონო მადლობთ ისმენ აქამ შვიდო ეს რა კაი რამეა ეს ამერველია ო რა ესე იგი შენი იუველირი ხარ ზოგადად თქვენ ვინ ახართ გეტყვი რა გეტყვი ბიზნესა ვარ თამარ მე რა გნებავს დაჯერეთ უზბახარ ნუმეროი გისმენ ეხლა რა შეესახმე ჩემოირაგე შემდეგი ეპიზოდი არის რომელიც უნდა განვიხილოთ მეექვსე სერიაში როდესაც ზიან რესტორანში ჩვენი კოშკა და გურამ ჯინორია და როდესაც ფონად გასდევს მათ ლაპარაკს რუსული მუსიკა ბათუმში მით უმეტეს გახსოვთ ალბათ იყო ყოველთვის და მე მგონი დღემდე არის რუსული მუსიკები კონკრეტულ ადგილებზე და ლოკაციებზე და მათ შორის იყო მაშინ ვალერიას ჩასიკი წავიდა ვნახოთ ვიდეო აბა ეხლა მაგა ჭკუა აქვს თავში ისეც მო არ ვიცი რა საპირები აქაც მაგრა აურია სიტუაცია ხო კაცმა არ იცის რა მოხდება რუსეთში ვფიქრობ წასვლას მე რაღაც ვუსტ დროზე დაახვია აქედან სანამ ორი კაპიკი გილეკა მე გვიან არ იყოს შენ რა საპირებ ჩემთვის რუსეთი დაგეტელია სხვაგან წასვლას მაყუთი უნდა ვიფიქრე აღ დავჩები პატარა საქმეს დავაწყობ მაყუთს ვიშოვი და მე გამოჩება მე მაგრამ ხო ხედავ რა ხდება აუ გიჟი ეს ჩემი ჟინორია თო ამდენი სმა იქნება გოგონა მოდი რა შენი ჭირი მე რა მოგვექცე ყურადღება რა რაღაცა მოგვიტანე რა ან არაყი ან კონიაკი არაყი თუ კონიაკი არაყი შემდეგი ეპიზოდი არის ის მომენტი, როდესაც უკვე ცოტა რომანტიკა შემოდის კოშკას და მეგის ურთიერთობაში და რესტორანში რო სხედან, სანამ ჰასან ცეცხლაძე აურევს ამ სიტუაციას, ასე ვთქვათ. და აი მან ფონად გასდევს ისევ ტონი ბრექსტონის სიმღერა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, აი იმ მომენტში, როდესაც აი კომპლიმენტებით რო შეამკობს მეგი კოშკას არ кайფობ, არ უზდელობ, არ ლოთობ. არა, არ ლოთობ ბოლოშიო. ნახოთ ვიდეო. ვერ გავიგე რა ტიპი ხარ. თითქოს ზოლი ბიჭი ხარ. თან მაგარი მართალი ვინმეც ხარ.
არ кайფობ, არ ლოთობ, არ უზრდელო. ხალის პატივისცემა იცი. სადის სწავლე ეგეთი რამეები ციხეში? სპეციალური გუვერნიორი მყავდა. გუვერნიორი? რა სიტყვას ხმარობს გავგიშდი. საწყალი შენი მშობლები. ეტყობა წესიერი, ინტელიგენტი ხალხი იყო. განათლება მოგცეს. შვილი კი კრეტინი გამოუვიდათ. არა, ცუდი ბიჭი არა ხარ. მაგრამ უბრალოდ ცუწრაში ხარ ჩავარდნილი. შემდეგი მუსიკა არის კლავ ნიას დიესამიძის, რომელიც ეხება იმ ეპიზოდს, როდესაც უკვე Killers აგზავნის უჩაზერაგია მოსკოვიდან ბათუმში. და აი, როდესაც თვითმფრინავი ჩდება და პრინციპში ეს მუსიკა ჩემს ლაპარაკსაც ეხლა გაზდევს. ეს მუსიკა არის ზუსტად გამოყენებული მაგ მომენტში, როდესაც უკვე ჩამოფრინდება კილერი, გამოგზავნილი კილერი მოსკოვიდან. ეს მუსიკა ძალიან ბევრს უნდა ორიგინალი ვერსია და ეს მუსიკაც არ დევს ესე არსად ორიგინალი შეიქმნა სერიალისთვის და სერიალში გამოყენებული მომენტებიდან ამოჭრილი ვერსიები დევს YouTube-ზეც და მე მგონი TikTok-ზეც და სხვადასხვა პლატფორმებზე. ასე რომ ამაზეც ნამდვილად ვიცი რომ ესე ხდება ეს ყველაფერი. ეხლა კი ვნახოთ ეს მომენტი. ცენტრის მიერ დაქირავებული და სოროსის მიერ დაფინანსებული. შემდეგი სცენა არის მერვე სერიაში, ისევ ამავე კილერს ეხება ეს სცენა, როდესაც უკვე ომგერ კაკაურიძის მოკლა არის განზრახული უჩაზერაგიას დაკვეთით და როდესაც რესტორანში ზის ეს ჩვენი კილერი და აკვირდება რა სიტუაციებს. და აი მაგ დროს ტონი ბრექსტონის კიდევ ერთი მუსიკა ფონად გაზდევს, რომელიც ძალიან უხდება ამ ეპიზოდს. პრინციპში სერიალში ზაზა ურუშაძის გემოვნება ფენომენალურია ნამდვილად ყველა მომენტში, ყველა სცენაში იდეალურად არის მორგებული ყველა მუსიკა. ვნახოთ ვიდეო. შემდეგი და ბოლო ეპიზოდი ამ სეზონის არის ლექსოს და თაკოს სასიყვარულო ისტორიიდან, სასიყვარულო სცენები, რომელსაც იმედია YouTube-ი არ დამიბლოკავს და ეს ყველაფერი შეგვიძლია ჩვენ ვნახოთ. ფონად ადევს მუსიკა Be Your Side. ძალიან ხდებოდა კიდე რაღაც რომანტიკული მუსიკა ნამდვილად. ეს მომენტით შეგვიძლია ვნახოთ თუ YouTube-ი არ დაგვიბლოკავს. წავიდა ვიდეო. შენც და შენი გივიც უნამუსო და გათახსიერებული ცინიკოსები ხართ. აი ამის სათქმელად დაგიბარე. მაგას ტელეფონშიც მეტყოდი, ხო? იდიოტი ხარ. მეც თუ არაფერს არ მეთქვი, მე შეწავალ. დააგდე მანდ. იბადრო? ისმენთ. ეს რა ინტერვიუ ჩამეწერინე გევისთან? წინასწარ მოილაპარაკეთ, რომ ჩემზე გეკაიფეთ და დამცინეთ, არა? მაშაყირებთ, ხო? რა იყო, ცუდად არის გადაღებული? გადაღებული კი არა, რას ბოდავს ეგ გივი. მასალა რომ გავაგზავნე ზუსტად 1 საათში დამირეკა ჩემმა მთავარმა რედაქტორმა. ჯერ მაშაყირა, მერე კიდე ყველაფერი დაამახურა თავზე. არ ვიცი, მე ვიღებდი და სიმართლე გითხრა, რას გელაპარაკებოდა საერთოდ არ გამიგონია. საერთაშორისო სკანდალს შევეწირო, რომ ამბობ და არ გაგიგონია, არა? ნარკოტიკებით სავსე ტრაილერი მუსტაფა ოჯალანს ეკუთვნოდა, რომელიც დოდი ალფაედის მამის ბიძაშვილი ყოფილა, არ გაგიგონია, ხო? კაი, ალფაედი გასაგებია პრინცესა დაიანეს ნაშა იყო, მაგრამ ეს ოჯალანი ვიღაა.
კი, მაგრამ თავარმა რედაქტორმა არ გითხრა? ლექსა ნიჟარაძე. იცოდი ამას არ გაპატიებ. რას, ოჯალანს? ხო, ოჯალანია თუ ვიღაც ოხერი. ეგ საერთოდ გივი მოიგონა, არა? შერევს ბოდავ, გოგო. ოჯალანი არის ქურთი ტერორისტი და თურქეთის ციხეში ზის. ეგ პატარა ბავშვმაც კი იცის. თუ ტელევიზორში მხოლოდ საკუთარ რეპორტაჟებს უყურებ. დიდი ამბავი ვიღაც ტერორისტის გვარი თუ არ მახსოვდა. სამაგირო თქვენსავით არ ვექცევი ადამიანებს. დამპალო ცინიკოსებო თქვენ. ეგრე ნუ მელაპარაკები, გოგო. დამპალო. იმედია მოგეწონათ ისიამოვნე, მე ძალიან ვისიამოვნე გადაღების პროცესით, ჩართული ვიყავი ბოლომდე მესამე სეზონში, გადამაგდო რაღაცნაირად აჭარაშიც, თბილისშიც ყველგან და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. იმედია თქვენ ძალიან ისიამოვნეთ, გამოიწერეთ არხი, გამიზიარეთ, აი ხო ვიდეო მთავრდება, გამიზიარეთ კომენტარებში ყველამ, როგორ მოგეწონათ ეს ვიდეო, რას ფიქრობთ ცხელძაღლზე, რომელი ფავორიტი სეზონი, რომელია თქვენთვის ფავორიტი სეზონი? თქვენთვის ფავორიტი მსახიობები და პერსონაჟები, ეგეც გამიზიარეთ, ძალიან მაინტერესებს. გამოგყევით TikTok-ზე, გამოგყევით Instagram-ზე, გამოგყევით Facebook-ზე, ჩვენ გვერდზე და ჩვენს დახურულ ჯგუფში, რომელიც ძალიან ოჯახური ჯგუფი არის და შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ, გამოგვიგზავნოთ, დაგიდასტურებთ და რაღაცა ჩვენ ოჯახს შეგიძლიათ რომ შემოვერთდეთ. შემდეგი ვიდეო კი ეხება უკვე ძალიან პოლიტიკურ და აკრძალულ სეზონს, რომელიც არის მეოთხე სეზონი და დარწმუნებული ვარ მეოთხე სეზონითაც ძალიან ისიანმოლებთ. გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო და გელოდებით კომენტარებში. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.